დღეს კი კიდევ ერთ შესანიშნავ ადამიანს გავიხსენებთ, რომელსაც წარმოუდგენელი სიყვარული ჰქონდა და დატოვა ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, რომელსაც დღეს 88 წელი შეუსრულდა. არსებობენ ხელოვანები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ჩამოთვალოთ მისი საქმეები, მისი დამსახურება, მაგრამ შეიძლება სახელი და გვარი ახსენონ და აღარც იყოს საჭირო მოყვე ვინ იყო და რა იყო და რა თქმა უნდა სოფიკო ჭიაურელი მათ რიცხვშია. მას კი გავიხსენებთ ჩვენ სტუმართან ერთად კინომცოდნე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. დილამშვიდობის ქეთევან, მადლობა სტუმრობისათვის და მოგესალმებით. წოდება ხო იყო სახალხო არტისტის, მაგრამ აი შეიძლება ზოგს ჰქონდა და უბრალოდ მიენიჭა, იმიტომ რომ რაღაც წლების მერე ეძლეოდა და აი მართლა სახალხო არტისტი თუ ვინმე იყო სოფიკო ჭიაურელი, რომელიც უყვარდა ყველას და მე ანოში აღნიშნე რომ სურო სცენაზე არ ყოფილიყო და კინოში და უბრალოდ მაღაზიაში შესულიყო ან ბაზარში იყო კინოც იყო, თეატრიც იყო და ერთ სახეობის თეატრიც იქვე დადიოდა სოფიკოსთან ერთად. უდაოდ არა მარტო საქართველოში, სხვათა შორის ყველგან მეზობლად ქვეყნებში, სადაც კი რაიმე გაუკეთებიან, ერთი ეპიზოდითაც კი დაუმახსოვრებია მაყურებელს, როგორც წესი ის ყველას უყვარდა, იმიტომ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. და აქვე დავდ ერთ კითხვასაც ვიტყვის ქეთევან და დარწმუნებული ვარ ამას ვიტყოდი თქვენს, რომ თან არ დაგვაუწყდეს რა ოჯახის შვილია, რა ვისი შვილია, ვერიკოა ფარდის და თვით დამკვიდრება ასეთ გარემოში. გამოყვეთ დამოუკიდებლად სოფიკო იყო. დიახ, რა თქმა უნდა, თვით დამკვიდრება პროფესიაში ამას გულისხმობს საოცრად რთულია, მით უმეტეს იმ ფონზე და იმ გარემოცვაში, რომელიც არა მხოლოდ ოჯახიდან, არამედ იმ თაობის მსახიობებს გულისხმობ, აი ამ გასაოცარი ანტურაჟიდან ყავდა და ჰქონდა მას ეს სივრცე იმისთვის, რათა საკუთარი ნიჭის რეალიზება, თავის რეალიზება ცოტა რაღაც სხვა რაღაცებს უკავშირდება და მოდით არ ვიტყვი ასე. და თან იცით რა შეასაქმე საქართველოშიც და ზოგადად ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც სულ თითზე ჩამოსათვლელი არტისტები იყვნენ, ვისაც ამდენად თვითმყოფადი მიდგომა ახასიათებდა კინოსამსახიობო პროფესიისადმი. ახლა კინოსამსახიობოს ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ის კინოსამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახდათ გიკის და მაშინვე სხვათა შორის, როდესაც სრულად ახალგაზრდა ოთარ იოსელიანმა შეამჩნია და მოიწადინა, რომ მის საკურსო ნამუშევარში აკვარელში ეთამაშა, მაშინვე გამოვლინდა ქალბატონი სოფიკოს ეს საკმაოდ უცნაური თავშეკავებისა და ემოციათა ამოფრქვევის აი ეს თანმიმდევრული და ხანდახან აი ეს სპონტანური, ძალიან საინტერესო ინტუიტიური ნიჭი, რომელიც მას შემდეგ ყველაფერში გამოადგა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ჭრელი გალერეაა მისი კინოსამსახიობო როლებისა, რაც ჩვენ შემოგჭა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მაყურებელმა, მოკლემეტრაჟიანი, მოკლე ფორმატის ფილმებიდან შეიძლება არც იცის და არც ახსოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკმარისი არ არის იმისათვის, რათა მომავალ თაობებს გადაეცეს, ხო? თუნდაც ყველასათვის საყვარელი ჩვენი ეზოდან დავიწყოთ, იქ სადაც ის მართალი გითხრათ, აი იმ გარემოცვაშიც კი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და ასამახსოვრებელია, უფროსი თაობის მაყურებელში რაღაცა სრულად უნიკალურ განცდებს აღძრავს, იქაც კი გახდათ აი ამ თავისი სიხალისით სიწრფელი სხვათა შორის, რაც აუცილებელია ამ პროფესიისთვის ალბათ დამეწმუნებით, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ასეთი პერსონაჟები, აი წარსული და სოციალისტური კინოდან გადმოსული, ცოტა არ იყოს სტატიური სახის საწინააღმდეგოდ მიდიოდნენ და სწორედ ასეთია მისი არაჩვეულებრივი გმირი. სავსე ამ რაღაც ახალგაზრდული განცდით, სავსე იმ გულწრფელობით და უშუალობით, რომელიც თითქმის ყველა როლს ახასიათებდა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეკრანზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ პერიოდის კინემატოგრაფისტვის და აი იმ ნეორეალისტური ესთეტიკის რაღაც ნიშნებით და მატარებლებით, რომელიც მოიტანა მან ქართულ სცენაზე როგორც მსახიობ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამომდინარე იქიდან, რომ მიიტანა ყველაფერი ისე, როგორც ვთქვათ, შენ გესაღება, რეჟისორს ესახება, მაგრამ ეს გულწრფელობა არის ყველაზე მთავარი, ალბათ, რომელსაც მაყურებელი ასე ძალიან აფასებს. ერთი რომ აფასებს, მეორე ამას ყველაფერს მაყურებელთან ურთიერთობის და აი ამ უხილავი ურთიერთობის ნიშანი ატყვია და ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, იმიტომ რომ აი ბატონი კახა დამეთანხმება ალბათ ხა ბუნებრივია სცენაზე მდგარი მსახიობი ამას მოკლებული არ არის და იქ სულ სხვა ურთიერთობის ნიშანი და ძაფი მევა და ეკრანზე მსახიობი
თავისთავად იზოლებულია, რომ ეს ყველაფერი თავის წარმოსახვაში გააცოცხლოს და გარდა ამისა ის სრულად უჩინარ მაყურებელს მიმართავს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით, ამ პირობითობაში. სოფიკო ჭიაურელი როგორც თევზი წყალში ისე გრძნობდა თავს და ამის დასტურია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი საქართველოს კინოს ისტორიაში, ქართული კინოს ისტორიაში, ეს გახოთ რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, სადაც მან სხვათა შორის თუ დაუშვათ და რაღაც აი ამ თანასწორობის განცდის დაუშვათ რაღაცა პრობლემების, ქალთან დაკავშირებული თვითდამკვიდრების თემის რაიმე ნიშნით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი განსხვავდა ქართულ ეკრანზე, მაშინ პირველი, რა თქმა უნდა, გახდათ რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, თავისთავად იმიტომ, რომ სოფიკოს პერსონაჟში თავი მოიყარა არა მხოლოდ იმ პრობლემებმა, რომელიც აი აქ ნაწილ-ნაწილ დაყოფილი და ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი, არამედ თავად მისი პერსონაჟია ყოველივე ამის მატარებელი. აი ამას გაუსვამ ხაზს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მასში ამ ქალური სევდის სინაზის, ხანდახან ცოტა ისეთი ძალიან მტკიცე და გაუწონასწორებელი ხასიათის, ხანდახან ამ ემოციური ვარდნის, აი ყველაფრის ნიშნები შეიძლება მოვიძიოთ, ის რაც სჭირდებოდა იმ ეპოქის მაყურებელს კი არა, ნებისმიერ ათწლეულში დარჩება აი ამ ემოციური ნიშნის მატარებლად და მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცით, ამან რაღაცა აი ეს ერთგვარი ნიშა შექმნა ქალი მსახიობების ქართულ კინოში და ზოგადად კინოში, რომელსაც შეუძლია იყოს რამდენიმე ემოციის ერთად მატარებელი. რამდენიმე მნიშვნელოვანი ემოციის და არა ქვემოციის. ქართველი ქალი მსახიობებისთვის და არა მხოლოდ მათთვის თავისთავად. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ოსტატობის სკოლა ამ თაობის ერთგვარი ნიშანია იმისა, როგორ შეიძლება რომ ამ პროფესიისადმი განაგრძო შენი პროფესიული დამოკიდებულება, როგორ შეიძლება რა მიმართულებით განვითარდეს. მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ფილმში უბრალოდ ძალიან სავსეა მისი ეს მხატვრული სახე და ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ბუნებრივია. კეთი დამეთანხმები, რომ რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება იჭი სხვადასხვანაირია შეუძლებელი არსებობდეს, მაგრამ რაღაც არსებობის სახეები, ვინც განასახიერებს როლს, რომ ვერ ფიქრობ, რომ სხვა შეიძლება ყოფილიყო. ანუ ფუფალაში ვერაფერ წარმომიდგენია სხვა, ან ვერისუბნის მელოდიებში. მაგალითად, თავისთავად ვერისუბნის მელოდიებს და ფუფალას ორი ძალიან საინტერესო მახასიათებელი აქვს, როგორც კინო როლს. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პერსონაჟი იგივდება სოფიკო ჭიაურელთან. იგივდება, დღემდე იგივდება, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ შეიძლება და სხვა ყოფილიყო ამ როლში. ამას კიდევ ისეთი შტრიხები და დეტალები აქვს შემატებული მისი მხრიდან, რაც წმინდა იმპროვიზაციული ხასიათისაა. მისეულია თავისთავად და სწორედ ეს ის ამბმას თავის დეტალებში და აღარაფერს რა თქმა უნდა აი გრიმში ალბათ ერთი მცირე შეფასება ღმერთო ჩემო რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე თუნდაც აი ეს ინტონაციური ხო აი სრულიად უწყინარი და ამავე დროს მისი ხასიათიდან გამომდინარე აი ამ პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე შექმნილი ეს პატარა შტრიხი საკმარისია იმისათვის რომ წარმოვიდგინოთ იმპროვიზაციის რა ხარისხზე შეიძლება ამ შემთხვევაში რომ ვისაუბროთ ისევე როგორც ვერისუბნის მელოდიებში რა თქმა უნდა იმიტომ რომ მისი გავლა აი ეს გარბენა ეს პლასტიკა რომელიც სწორედ ამ პერსონაჟისთვის არის დამახასიათებელი იგივდება ამ ფარდოს ფენომენთან, რა თქმა უნდა, რომელზეც ხშირად ლეგენდებს და თქმებს და თანამედროვე ურთიერთობაში აღმოცენებულ რაღაცა ანდაზებსაც კი აქვს ხოლმე ადგილი, კი მომისმენია მე ძალიან ხშირად, ძალიან სასაცილოდ იუმორით სავსე და თან ეს მისი სიწრფელე, იცით, გადამდები იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ნუ არა მხოლოდ გარემოცვისთვის, არამედ, ნუ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც მას უხდებოდა ყოფნა, ყველა ამბობდა, რომ მისი ენერგია და მისი ეს, აი ახტაცების და ბავშვური განცდის რაღაცა ნიშნები ყოველთვის გადამდებია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადასაღებ მოედანზე. კიდევ ნაბათ ამეთანხმებით, რომ არსებობენ მსახიობები, რომლებიც უფრო მეტად დასამახსოვრებელი არიან, თქვათ, კინოროლებით, ვიდრე თეატრით, ხო, ასე ვთქვათ, ანუ თეატრში შესრულებული როლებით, მაგრამ აი ქალბატონ სოფიკოს როგორც თეატრში დადგმული ესა თუ ის პიესები, ვთქვათ, როლები წარმოჩენილი, რომელიც ასევე ძალიან დასამახსოვრებელი არის მაყურებლისთვის.
კინოშიც ასე ერთნაირად ან ვერ იტყვი კინოში თუ თეატრში რომელში უფრო მეტად იყო უკეთესი აი რა არის ეს ანუ რასთან გვაქვს საქმე ეს არის ალბათ განსაკუთრებული ნიჭი და განსაკუთრებული ოსტატობა კი პირობითობა და სხვადასხვა სპეციფიკაა თავისთავად და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვითვალისწინებთ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ თუმცა მოდით მაინც ვიტყვი რომ ის თეატრალური ოჯახის შვილი იყო ამას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი პროფესიონალიზმის მიმართულებით არა მხოლოდ აი თეატრის სიყვარული რომელიც მას გააჩნდა ეს იყო სრულიად უპირობო ტრფობა თეატრისადმი თავისთავად და ამას ვერაფერი ვერ შეცვლიდა უბრალოდ კინო უფრო სწრაფად ახერხებდა მისი როგორც მსახიობის და ამ თვითმყოფადობის ეკრანზე დამკვიდრებას. აი ეს სხვაობაა თავისთავად, თორემ რა თქმა უნდა ის განსხვავებული იყო თეატრალურ სცენაზე, რა თქმა უნდა მაყურებელს ახსოვს მისი როლები, ძალიან კარგი ტრადიცია ჰქონდა ქართულ ტელევიზიას, როდესაც სპექტაკლებს იღებდა სატელევიზიო თეატრი არ მაქვს ხედველობაში მხოლოდ აი გადაღებული სპექტაკლები და ნაწყვეტების სპექტაკლები და ამას გულისხმობ აი ეს საპოვნელა ახლა კადრებს აქედან უყურებთ ჩვენ. ეს დრო შეავიძაღლია. დღემდე ნახევარი ქართული ესტრადა იმის მიღებას მის მიერ მოგონილ ტექსტთან. მისი შეთხზული აბსოლუტურად მოგონილია, არაფერი არ არსებობს. არაფერი არ არსებობს და საამისო და მისი სარეთი, რომელიც ნუ უნიკალურია, ნამდვილად და გამონაკლისია ამ ხრივ, იმიტომ რომ სხვათა შორის ვერაფერი ანალოგიური მე აი ამ პერსონაჟებში, მახასიათებლებში რაღაცა ეთნიკური ნიშნებით ვერ ვიპოვე მე, ვეძებდი ერთხანს და ვერ ვიპოვე. კი, ვერ ვიპოვე. სხვათა შორის კეთი დამეთანხმებით რომ რა თქმა უნდა არსებობდნენ და არსებობენ დიდი მსახიობები, ან პროფესიონალები, რომლებიც მართლა მწერლობს კი, მაგრამ რაღაცა თვისებების გამო, ხასიათის გამო შეიძლება არ ქონდეს ეს სიყვარული. აი სოფიკოს, როგორც მე ვიცი, სამწუხაროდ მე ვერ მოახერხე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ისე მოხდა სამწუხაროდ, თუმცა ვიცი ხალხი იცნობდა და მე რო ვისმენთ რატომაც ქონდა ეს სიყვარული გარდა ბრწყინვალე როლებისა, მისი უშუალობისა, აი რო ნახავდი სიტყვაზე დღეს საპოვნელაში და ხვალ ნახავდი როგორ აგებს კაფელს თავის ხელით, აი გზილავს გააჩა რაღაც აი ჩვეულებრივი ყველა მხრივ რაღაცნაირად აი გამორჩეული იყო რაღაცა ზეიმი იყო ცეცხლი ჭირი ადამიანისთვის ეს რა თქმა უნდა რაღაცა წარმოუდგენლის შექმნა შეთხზვა და შემდეგ გაკეთება საკუთარი ხელით კი ნამდვილად ასე იყო ერთი რამ მინდა ვახსენო სხვათა შორის იშვიათია ფილმები და იშვიათია ნამუშევრები სადაც ის დედას ხვდებოდა გადასაღებ მოედანზე და ფილმი რაც კი ნახავს ვეღარ ნახავ კი უნდა დავასახელო ნუ ეხლა არაფერს არ ვიტყვი სხვა დანარჩენზე რაც ამ ხრივ ფასეულია ამ ფილმში მაგრამ არაჩვეულებრივია ის რომ მე ეს ყველაფერი მაგონებს რაღაც აი ბურთის თამაშს პროფესიული თვალსაზრისით, როდესაც იქმნებოდა რაღაცა გასაოცარი სივრცე, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა, აი ამ თავისი ექსპრესიული მოხუცი ქალბატონით კნეინათი, რომელსაც ყველაფერი რა თქმა უნდა, თავისთავად სრულიად უნიკალური და გამორჩეული და აი ეს სოფიკოს ახალგაზრდა პერსონაჟი, ახალგაზრდა დაბნეული და ასევე გამორჩეული გოგონა, რომელიც აი ამ თავისი სიბრიყვითაც კი მომხიბულია იცით, თუნდაც არ გულისხმობს სიბრიყვეში არაფერს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის გამოუცდელი პატარა ქალია, რომელიც შემთხვევით და ბედის უკუღმართობით მოხვდა აი ამ ყველაფერში. გესმით და აი ეს ერთობლიობა და რაღაცა წარმოუდგენელი სიხალისე, რომელიც ამ ფილმიდან მოდის, ნამდვილად მე მგონი რომ ისტორიამ უნდა შეინახოს როგორც ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი იმისა, კინოსამსახიობო სკოლა როგორ იწრთობოდა თეატრიდან მოსული მსახიობები რა ასრულებდნენ ქართულ ეკრანზე და ქართული ეკრანიდან და პირიქით რა თქმა უნდა, აი ქართული ეკრანიდან წასული ეს უშუალობა შემდეგ რას ხმატებდა ქართულ თეატრს. სხვათა შორის აქ გამახსენდა და არ შემიძლია არ თქვა, ქალბატონი სოფიკო გახდა ძალიან კარგი მსმენელი. ეს კიდევ ერთი ნიჭი იყო. ის ნუ გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავდა და ძალიან პლასტიური იყო და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ჰქონდა, არაჩვეულებრივი მსმენელი გახდათ. და სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად მისი აი ეს ერთი თეატრის მსახიობის სივრცე სახე იყო იმისა, რა ხდება ქართულ მუსიკალურ სივრცეში. აი გუშინმე და ქალბატონი დინი ვირსალაძე ვიხსენებდით ამას ყველაფერს, როგორ უხმობდა იქ, როგორ უსმენ, როგორ აწყობდა ამ საღამოებს, აი ხა მოუთმელად ველი 20-ში მის კონცერტს და ფიქრობ, რომ სწორედ აი ეს
წარმოუდგენელი სიყვარული მრავალფეროვნებისა მუსიკალური მიმართულებითაც გახდათ ქალბატონი სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიჭი უდაოდ. მადლობა, მადლობა კეთევან, კინოცოდნე, ხელოვნებაცოდნეების დოქტორი კეთევან ტრაბაიძე იყო ჩვენი სტუმარი სოფიკო ჭიაურელს უხსენებით, რომელსაც დღეს 98 წელი შეუსრულდება.